მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო. დღეს ჩვენი მთავარი სასაუბრო თემაა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე. მინდა გესაუბროთ გუშინდელი მატჩები, ანგარიშები დასრულდა და ასე შემდეგ და დღევანდელ მატჩებს მოგახსენებთ გასამართ მატჩების შესახებ. დავიწყოთ პირველ რიგში იმით, როგორც ვიცით, მადრიდის რეალმა 2-1 მიიღო მარსელთან და ძალიან დრამატული და საინტერესო თამაში გამოდგა, რა თქმა უნდა, კილიან მბაპეს წყალობით, ერთადერთი ფეხბურთელი მადრიდის რეალში 10-ნომრიანი მაისურის კილიან მბაპე დუბლი გაიფორმა და ჩაიწერა პირველი ქულები მადრიდის რეალმა, გამარჯვებით დაიწყო ჩემპიონთა ლიგა. ტონტეხენი ვილიარეალი თითქოს პოზიციურად უტევდა თითქოს გაშვებული ბურთის მერე არაერთი მომენტი ჰქონდა ვილიარეალს და ასე შემდეგ, მაგრამ მინიმალური ანგარიშით დამარცხდა 1-0 ტონტეხენთან. ეხლა კი რა შეეხება კიდე მთავარი მატჩი დორტმუნდი იუვენტუსი, რომელიც არ მოგესმათ, ნამდვილად მართლა ეს იმათვე არ მოგესმათ, რა თქმა უნდა, სიმართლეა, ეს 4-4 ითამაშა და ძალიან საინტერესო მატჩი გამოდგა, ვაგონიანი მატჩი ვიხილეთ, ძალიან მაგარი თამაში იყო ორივე გუნდი შეტევების მხრიდან და საბოლოო ანგარიში ესე დაფიქსირდა 4-4. ეხლა კი მოგეხსენება დღევანდელ გასამართ მატჩებსაც გეტყვით. მიუხედავად ბაიერნ ლონდონის შეხდება ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის დროით 11 საათზე, იქნება ეს მატჩი. კიდე ლივერპული ატლეტიკო თბილისის დროით 11 საათზე იქნება ეს მატჩი და კიდე პრინციპში ატლანტა პარი სენ-ჟერმენი, რომელიც უკვე კითხვის ნიშნად იყო, ეს უკვე ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებდა თუ არა, მაგრამ დადასტურდა, რომ ხვიჩა კვარაცხელია მიიღებს ამ მატჩში მონაწილეობას. კიდე პრინციპში რამოდენიმე მატჩი იქნება გასამართი, მხოლოდ არსენალმა გუშინ ატლეტიკო ბილბაოს 0-2 მოუპოვრემოთ და ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა. არსენალმა მოგებით დაიწყო ჩემპიონთა ლიგის სეზონი და პირველი ქულების ჩაწერა მოახერხა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ. მე დაგიბრუნდებით ახალი ამბების 4 დღეში.